საშუალოსნოს გარეშე ორსულობა, ანუ ექტოპიური ორსულობის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არ გადადის საშუალოსნოს ღრუში, ის რჩება ფალოპიუსის მილში, ან გადადის მუცლის ღრუში, საკვერცხეში და საშუალოსნოს ყელში. აუცილებელია ამგვარი ორსულობის დროს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გართულებები. რა იწვევს საშუალოსნოს გარეშე ორსულობის განვითარებას? მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, რომელიც ზრდის რისკს ექტოპიური ორსულობის განვითარების. მაგალითად, ანთება და ნაწიბურების არსებობა ფალოპიუსის მილებზე, გრძელი და დაკლაკნილი მილები, ბების ასაკი 35 წელი და ზევით, სხვადასხვა სახის ჰორმონალური და გენეტიკური დარღვევები, გადატანილი ოპერაციები მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე და ასევე წარსულში გადატანილი სხვადასხვა სახის ინფექციები მცირე მენჯის ღრუში. როდის მივიტანოთ ეჭვი საშუალოსნოს გარე ორსულობაზე? თუ გადაცილებული მენსტრუალური ციკლის პირობებში პაციენტს აღინიშნება ტკივილი მუცლის ქვემო არეში, განსაკუთრებით ერთ-ერთ მხარეს, ასევე სისხლიანი გამონადენის საშოდა. ზოგჯერ დარღვეული მილის შემთხვევაში შესაძლებელი არის განვითარდეს საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა და გონების დაკარგვაც კი. ამინდა აღვნიშნო, რომ გარე ორსულობის დროს ტესტი ორსულობაზე და ბეტა-ქორიონალური ანალიზით სისხლის ანალიზი ყოველთვის დადებითია. საშუალოსნოს გარე ორსულობის ერთადერთი გამოსავალი ორსულობის შეწყვეტა. ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელი არის განხორციელდეს როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ქირურგიული ჩარევით. ქირურგიული ჩარევის დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს მილის ამოღება. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ეხოსკოპიურად დროულად იქნას დიაგნოსტირებული საშუალოსნოს გარე ორსულობა და დაწყებული იქნას სათანადო მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.